მე ვარ ელენე გოხიძე, 9 წლის. ვსწავლობ ბუკნარის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცეკვა და თამაში. ამ სამინა ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა რო ვისწავლე, ვიყავი 7 წლის. ხატვა დავიწყე დაახლოებით 4 წლის ასაკში. როგორ ვისწავლე და YouTube-ს როცა ვუყურებდი, მომწონდა ადამიანები როგორ ხატავდნენ და მეც გადავწყვიტე რომ ხატვა მესწავლა. მე ვიცი ადამიანების ხატვა, ბუნების ხატვა, ოჯახის წევრებსაც ვხატავ, ყვავილებსაც, მინდორს და ჩანჩქერებს ვხატავ ხშირად. ყველაზე ძნელია ადამიანის დახატვა. ყველაზე ადვილია ბუნების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ცისფერი და არ მიყვარს შავი ფერი. იმიტომ რომ ნახატებს ამძიმებს და აფუჭებს. ვაგროვებ ჩემ ნახატებს და სახში მაქვს 20 ცალი. იმიტომ ვაგროვებ რომ გამოფენას ვაწყობ ხანდახან. ხანდახან ფოტოებს ვუღებ, ხანდახან ადამიანებსაც ვაჩვენებ. მე მინდა მოვაწყო ჩემი ნახატების დიდი გამოფენა. ეს გამოფენა მინდა იყოს პარიზში. უკვე ორჯერ მაქვს გაყიდული ნახატები. ერთი სტუმარი მოვიდა სახლში. მას ჩემი ნახატები ძალიან მოეწონა. ხოდა მითხრა, ეს რამაღალი ნახატიაო. თხოვა მიმიყიდა და მე სიამოვნებით დავთავაზე. მე ეს ფული ტკბილეულობაში დავხარჯე, სკოლაში წავიღე და ვყიდულობდი რაღაცებს. ჩემი საყვარელი ტკბილეულია შავი პლეტკა შოკოლადი. საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. საჭმლის გაკეთება ჯერ კარგად არ ვიცი, მაგრამ ვადუღებ გემრიელ ყავას. ჩემ მოდუღებულ ყავას სიამოვნებით სვამს მთელი ოჯახი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ბაბუა, ბებია და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია დემეტრე. ის არის ჭკმიანი, სიმპათიური, ცოტა ცერკი და ნერვებს მიშლის ხანდახან. ნერვებს მიშლის როცა არ იცის რა გააკეთოს. თავისუფალ დროს ხარჯავს ჩემს ნერვების მოშლაში. ჩემი აზრით დემეტრე რომ გაიზრდება, გამოვა ფერღუთელი. მამიკო არის ჭკმიანი, შრომის მოყვარე, სიმპათიური და მეგობრული. დედიკო არის ზრუნველი, შრომის მოყვარე, ლამაზი, ჭკვიანი. კარგად გამოდის დიასახლისობა. ისეთი კარგი ოჯახი მყავს, რომ ძალიან ბედნიერად გრძნობ თავს. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან პრემიერ-მინისტრი გავხდე. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. მასწავლებლებიც კარგი მყავს, ბავშვებიც და მეგობრებიც. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია დებაძე. ყველაზე მშვიდია მარიამ ბიბილეიშვილი. ყველაზე ცელქია გაბრიელ მოფრინაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი, პრანჭია და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. ყველა მასწავლებელი ძალიან მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ჩემი დამრიგებელი მარინა ცინარიძე. იმიტომ მიყვარს მარინა მასწავლებელი, რომ თბილია, მეგობრულია და თითქმის ყველა სურვილს გვისურვებს. მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვიქნებოდი ინგლისურის მასწავლებელი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე პრემიერ-მინისტრი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი ექიმი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 3 წელია ვცეკვავ იბერიაში. ყავს არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი საბა ხიდაში. ბავშვებიც უყვართ ცეკვაც, უყვარს თბილია, მეგობრულია. ის არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მასწავლებელი. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს ქოთანი მიშნის ხელს. ერთხელ მქონდა კონცერტი და შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეს მცხეთაში. მცხეთის მერე კონცერტი მინდა მქონდეს პარიზში. დადოსული ჯოხი რომ მქონდეს, გავხტებოდი ცნობილი გამოგონებელი. ისი გამოგონება მინდა და რობოტი დაფრინავს ჰაერში, რობოტი მეხმარება, მაგალითად რობოტმა ჩემი დავალებები და გაკვეთილები ჩემს მაგივრად ისწავლოს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის კვადრო. ბედნიერება არის მეგობრები და ოჯახთან ერთად მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.